შორეულ გალაქტიკაში დაბნეული ხალხი მომგებიანი კოეფიციენტების ძიებაში აწყდება სხვადასხვა რესურსს. ამ ქაოსში გამოჩნდა ორი დეტექტივი, თავისი საქმის უფათო მცოდნე გალაქტიკის ორმა ჯედაიმ ჰუმანოიდების დახმარება დაისახა მისნად. გაზეთებიდან დაწყებული ინტერნეტ სივრცით გაგრძელებული და ინსაიდერული ინფორმაციით დასრულებული ყველაფერი იშიფრება იმისთვის, რომ დედამიწელები მოგებაში დარჩნენ. გამარჯობა მეგობრებო, მაშასე მორიგი გამოძიება, სამწუხაროდ არ არის გიორგი, მაგრამ ბატონი მიხეილი და მე თქვენთან ერთად ვიქნებით და შევეცდებით დღეს საინტერესო თემები მოვუძებნოთ, ვისაუბროთ ფეხბურთზე და ვისაუბროთ პროგნოზებზე. აუცილებლად მოგესალმებით, ბედნიერი დღე, ყოველივე კარგი და წარმატებები მინდა გისურვოთ. ხო, გიორგი ცოტა ხნით წავიდა სპეციალური გამოძიება არის და იქ ეძებს რაღაც კოეფიციენტებს, რომ იპოვის მერე ჩამოგვიტანს და მოახსენებს. საინტერესო იქნება. კი. ხო, წინა ჩვენი გადაცემა ფათ იდეალური ვერ გამოვიდა პროგნოზების მხრივ, რაღაცები აურიეთ, მაგრამ არა უშავს, სამაგიეროდ დღეს შევეცდებით უკეთესი ვარიანტები მოვუძებნოთ. გაიმართა საკონტინენტო შორისო თასის ფინალი და კიდევ ერთი ტიტული მოიგო ხუჩა პარასხელიამ, რასაც მას ამბავი. ძალიან მაგარი ამბავია. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეგავარსკვლავია ქართული ფეხბურთის ისტორიაში. არა, იცი რა, ეს იშვიათად ხდება, მე მგონი, რომ ეს ერთ სეზონ ნახევარში ამდენი ტიტული მოიგოს, კაცო, ვიღაცამ, ეს არ ვიცი რა, დამიტოვად ეს ქართველმა, ნუ ხა ეს ძალიან მაგარი წარმოუდგენელი ამბავი იყო. ხო და ეს ანუ გადავალთ რაღაცების გაშიფრვაზე, მანამდე აუცილებლად მინდა რომ ესე გაკვირით შევეხო ამ თემას და თქვენი აზრი მაინტერესებს. არა, სანამ მაგას მეტყვი, რა მინდა იცი კითხვა, მე არ ვიცი ეს ამბები ბოლო. აი მეორედ მიანიჭეს თუ არა იტალიის ჩემპიონობა ხუჩას. არა. მაინც არა ხო? პრეზიდენტმა ხო თავისი გაიტანა. ანუ სამწუხაროდ არ გამოვიდა, თორე ჩვენ ხო ვიცით რომ მიიღო უშუალო მონაწილეობა და დამსახურებულად უნდა მიიღო. კი. არ გამოვიდა. ხო და ხუჩა არის მართლა მაგალითი იმისი, თუ როგორ შეიძლება მიაღწიოს რანეშანია ზოდიაქოთი. აბა ვინ არის არ ვიცი. გეკადრება, მერწყული. მერწყულია. აბა შენაირი. რაც ვართ. ხო და ეს ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ ესეთ თემა მინდა წამოვწიო და ბევრი ამაში არ მეთანხმება, საუბრობს იმაზე, რომ ცოტა ზედმეტი მოგდის, მაგრამ მე მაინც მინდა ვთქვა, რომ მაგალითი ხუჩა კვარაცხელიას არის, რა თქმა უნდა გადამდები, რა თქმა უნდა ხალხმა აიტაცა და მიხვდა, რომ ზოგადად ჩვენ წარმატებული ერი ვარ და შეგვიძლია ესეთ წარმატებას მივაღწიოთ დიდ არენაზე, მაგრამ ცოტა გადამეტებაც ვიცით, ხო? აუცილებლად მინდა ამაზე ვთქვა რამდენიმე სიტყვა. მაგალითად ის, რომ აი ეს ყველას მასიურად ფეხბურთზე შეყვანა ახალგაზრდობის. ბევრი არაკეთილსინდისიერი მწვრთნელი არ მინდა ჩამოთვალო და ვთქვა, ვითომ კლუბები, სადაც ვარჯიშობენ ბავშვები, ანუ ვარჯიშის ისეთია ზერელე, კვირაში ორჯერ მიდიან ბურთის გასაგვარებლად. კარგავენ დროს, ვეღარ ასწრებენ გაკვეთილების კეთებას, ახლა მოგეხსენებათ, სპორტ სკოლაში სიარული, გასწრებათ, არის ძალიან შრომატევადი და ვითხოვს ბევრ ენერგიას და ბევრ დროს. ანუ გაკვეთილებისთვის რო არჩებათ. მე კი არ უნდა ატაროთ, რა თქმა უნდა ატაროთ, მაგრამ რაღაცაში რო ჩაჯდეს ეს რაღაც სტილში, სახელმწიფომაც რომ მიიღოს ამაში მონაწილეობა და არ იყოს ისე, როგორც არის ახლა, რომ მასიურად ვითომ რაღაც კლუბები ერთმანეთში არ თამაშობენ, უბრალოდ მიდიან ვარჯიშობენ და ვეღარაფერს ვეღარ ასწრებენ ბავშვები. სამწუხაროდ აღარ გამოვა მათგან არც კარგი ფეხბურთელი, არც კარგი ინჟინერი და აღარც კარგი მათემატიკოსი და სხვა პროფესიის წარმომადგენელი. იმიტომ რომ დრო არ არის. ანუ უნდა იყოს ისე რომ გადანაწილდეს ეს დრო ნორმალურად, ხო? დამეთანხმებით თავად. კი, თავისთავად. აი რა გზა უნდა გამოძებნოს ან სახელმწიფომ, ან რა ვიცი, მშობლები ვერ ხვდებიან თუ მესმის ეს ქართული ვარიანტი, რომ ვაიმე ის ნახე რა გახდა, ჩემიც ეგეთი იქნება. კი, რომ ერთმანეთსო იყოს, მაგრამ ვაი და არ იყოს, მე რას უშვები იმას.
მართალია, მაგას გეთქვი. ამიტომ აი რაღაცნაირად ამაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ, შევთანხმდეთ, ვისაუბროთ ამ თემაზე. აი ვიცი, ვარსკვლავებიც თუ ჩაერევა ამ ყველაფერში კიდევ უკეთესი, რომ ხალხი მიხვდეს, რომ კი კარგია, მაგრამ ეს არ არის რაღაცა პანაცეა და არ შეიძლება რომ მარტო ამით ვიხემძვანელოთ. შეიძლება არ გამოვიდეს. გეთახმები, მაგაში აბსოლუტურად მოსაფიქრებელია, უნდა სპეციალისტები უნდა დასკნენ კიდევ გაიაზრონ, შეიძლება კოლექტივიც დაждდეს, აი მოიფიქროს ერთი სფერო, მეორე სფერო, ერთმანეთთან შეხამება ისე რომ არც ერთი არ გაფუჭდეს, ეს ერთი. ეხლა მეორე. რაც შეეხება ვარსკვლავურ მხარეს, მე გეტყვი რომ როცა პირადი ჰოროსკოპი დგება, აი მშობელი მოდეს მეუბნება იცი რა ჩემი შვილი დადის სპორტზე, ფეხბურთზე გადადაშენ. და შემიძლია პირდაპირ უთხრა, იცი რა სპორტი მისთვის არის ძალიან ცუდი. დამანგრეველი ქექნება სულ კონფლიქტები ხელმძღვანელებთან, მწვრთნელებთან და არ უწერია რაც თავარია წარმატება. ანუ მოდი ესე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანია უნდა ვიცოდეთ, ჩვენ პლანეტა იუპიტერი არის გამარჯვების მმართველი პლანეტა, ხო? თუ იუპიტერი მოხდა ესე ზონაში, მაგალითად ჩილდოსანში, რომელიც სპორტთან არის დაკავშირებული, რომელმაც მაგით ვერსთან, ხო? და ის უკვე გვიჩვენებს, რომ სპორტი წარმატებულია და თან გვიჩვენებს კიდევ რომელი სახეობა სპორტია. აი ეს მნიშვნელოვანია, კი. აი მაგალითად ხა ვერჩი როცა ხდება სროლა, ავტორბოლა, მოტორბოლა, ესეთი რაღაცეებია, კარატე, კრივი, აი ეს უფრო წარმატებული იქნება, ხვდები? აი მაგალითად თუ იუპიტერი მოხდა დაბადების მომენტში მის სიჩქარიდან გამომდინარე ადამიანის პირად ჰოროსკოპში კუროში კარგი იქნება რაკში, კარგი იქნება ჭიდაობაში, მიხვდი? ანუ ეს ფაქტორები არის და ესეც ამიტომ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეიძლება ეს თუ არ იცის მშობელმა, ნუ რაღაცის იმედებით ატაროს, როგორც ატარებს ისე გამოყავდა მე ამბობენ იცი რა, აქ არ გაუმართლა, ეგ ტრავმა მიიღო, იქ მე მენისკი, მე მწვრთნელები, სხვა ბავშვებს ათამაშებდნენ, ჩვენ ბავშვს არ ათამაშებდნენ, ას და მე გამოვიდა. და რამდენი დრო დაკარგა? აბა, აი მაგას ვამბობ. უნდა გეთანხმები. არა, თან რა არის, იცით, სხვა სახეობებს სხვა აკალდება ეს ნიჭიერი, ამიტომ ქართველი არის ზოგადად ძალიან ნიჭიერი, იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ჩვენც ქართველები ვართ. ასეა. გადახედეთ უბრალოდ მედლების რაოდენობას თუნდაც ოლიმპიურ თამაშებზე. მე მხოლოდ სპორტზე ვსაუბრობ, ახლა სხვა თემებზე არა. მაგრამ შენ თუ ეს ჯიუტად ყველა იმის იმედით, რომ ჩემიც კვარაცხელია იქნება, მამარდაშვილი იქნება, შეიყვან ფეხბურთზე და სხვას არ მოსინჯაო. რამდენი მაგარი მოთხილამურე გვაკლდება ძიუდოისტი, რავი, მსროლელი რაც, რამ მილიონი სახეობა, ისიც უნდა ნახო, იქნება ამაშია და მისი მიღწევა. აი თუნდაც ბატონ მიხეილს მიმართეთ და შეგიდგენთ თქვენ კალენდარს გეცოდინებათ როგორ და რატო გეუბნებით ხა მე მითამაშე იგივე რაგბიც მითამაშია თავის დროზე ფეხბურთიც და სხვა წყალბურთი და ასე შემო მაგრამ იცი რა აშკარად ჩანს აი მაგალითად ჩვენ წყალბურთში ყავდა ძალიან კარგი მოთამაშე ესე იგი უნდა იყოს ზარმაცი მოდი ასე ვთქვათ ივო ვაისელიძეს ყველა იცნობს და მისი ძმა ოთარი უნიჭიერესი ხო? აი თვეში ერთხელ გამოივლიდა, ჩაგვიყრიდა ემდენ ბურთები და ჩვენ ყოველდღე ვარჯიშობდით ხო და წავიდოდა. თუ სულ ამბობთ რაღაც ეს ნიჭიერი კაცი, მაგრამ მე მაგალითად მოსინჯა კიდე რაღაცეებში, მაგალითად იქ ფეხბურთი უნდა და იქაც რადიო და ეკრივზე და არაფერი არ გამოვიდა, მაგრამ წყალბურთში იყო გენიოზი. ეს იყო მისი მაგრამ არ შეიშნოვა, იმიტომ რომ ზარმაცობდა. აი, შესაძლოა. ამიტომ ეს დეტალი, რასაც ჩვენ ამბობ, მართალია, ვინ რაში, სადა აქ ის ნიჭი, სად არის მუღამი, რომელიც მას მისცემს აქ წარმატების შანსს, ხო? ხო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა დაიწყოს ალბათ სკოლის ასაკიდან, უფრო მეტი განვითარება ჭირდება ინფრასტრუქტურას. ეს სულ მიკვირს ხოლმე, რომ კარი წუწუნებთ, რომ აუ, ძალიან ძვირია ყველა სკოლას კონდეს სპორტული დარბაზი, აუზი, გავიგე, მაგრამ სარბენი ბილიკი რო კონდეს ყველა სკოლას წინ, აი ეს ორიანი, მეტი არ უნდა ეს 8 ბილიკი არ გჭირდება 2. და სწორად სირბილი ისწავლონ ბავშვებმა. ეს ძალიან ხალხია, მეგონი არ არის ძალიან. შენ გახსოვს ალბათ დათო ყიფიანის თამაში, ხო? როგორ არ მახსოვს? ახლა წარმოიდგინე, ეხლა რო ყოფილიყო დათო ყიფიანი, ხო, რა გუნდებს მოუნდებოდათ მისი გადაყვანა და რამდენ ესეთი უნიჭიერეს დაგვეგით, თუ რა გუცაევი იყოს, თუ გინდა რეზო დოზუაშვილი იყოს, რომელი გინდა, ახლა მეტრაվել მესგზე აღარ ვამბობ. იქ ფენომენები იყვნენ საერთოდ, ხო? აი ეს საშუალება რო ქონოდათ მათ. მე რა თქმა უნდა გონია რომ
ხვიჩაზე ნაკლებად არ ითამაშებდა იგივე ევროპაში. მეც მგონი დათო ყიფიანი საერთოდ რაღაცა ნუ ფენომენი იყო. მე რაც ეხა ბევრი არ მინახავს უკვე კარიერის მიწურულს უყურებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაც მინახავს ახლაც კი თანამედროვე ფეხბურთში ასეთი მოთამაშეები არა, მე პირადად ვიცნობდი, გასულა სამწუხაროდ ერთ-ერთმა ბოლომ ვნახეს სარფში ვილაპარაკეთ ჩვენ მაშინ და ნუ მე რამდენიმე დღეში კედან გამოემგზავრა და ვეღარ ჩამოვიდა ფაქტობრივად. ძალიან გულდასაწყვეტი. მაგრამ იყო ფენომენი, ხო? კი, ნამდვილად. ახლა ესე რომელი გუნდი არა იყო ინტერს რა უკნა არ ვიცი გახსოვთ თბილისის დინამო ინტერი. რეებს უშვებოდა პაკეტის მაგალითად ხო? სასწაულები რა. ხო და ახლა სადღაც ხვიჩას რასკვილი ამხრივად გაუმართლა რომ მიეცა საშუალება გასულიყო. თავისთავად ახლა აი გამართლების ვარიანტი იყო ხო ახლა ჯერ ესეთი კი ბატონო კიდევ ერთხელ ვთქვათ რომ რომარა მისი ეს შრომის უნარიანობა იჭი ეს ყველაფერი ამას ვერ მიაღწევდა მაგრამ აი ეს ბედის მომენტიც ხო იყო არ მომხდარიყო არა თვითონ დაამტკიცა ფილვაძე ხურცილავა ეს ცველები ითამაშებდნენ სერიოზულ ევროპულ დონეზე ჩემი აზრით რა რაც მე მახსოვს ხა მათი თამაში ხო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ხელწამოსაკრავი არ იყო და ამიტომ ისეთი მცველები და ახლა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობდნენ ევროპის ჩემპიონატზე გამორჩეულები იყვნენ რა ლივერპულში ვერ ითამაშებდნენ თუ ბარსელონაში ხო თუმცა კიდევ ერთხელ აქვე დავამატოთ რომ იმ პერიოდში თქვა სიტყვაზე მაგალითად ხელბურთში ყავდა ამპილოგოვი და რა ვიცი სოფლიო ვარსკვლავი მაგრამ ეს სხვას გეტყვი ხელბურთზე თუ მივიდა თან პირადად ვიცნობდი ჯემალ ცერცვაძე ჯემალი ცერცვაძე კი ბატონო აი ეს იყო ფანტაზისტი ის იყო მესი ფანტაზისტა გესმის ამპილოგოვი მაინც სიმაღლე ახტომა და მაგარი სროლა ხო მეტი არაფერი არ ეს ჯემალი ხალხი დადიოდა როგორც მესხზე ხდი სპექტაკლი იდგმებოდა ესე იგი საიდის დრო და რასულა 7 მეტრიან დროის დრო და მეკარეს რო აშეშებდა ზევიდან გადაუგდებდა ხო ანდა ესე უკან რო ის დრო და უცებ იქით იყურებოდა აქეთ ეს იყო ეგეთი ჩვენ არ ყოლია პირდაპირ აი რასო ისინი ფეხბურთს ამაშობდნენ სხვა შორის კარგად მაგრამ რო წავიდნენ ამ სახეობაში ანუ რას გეუბნებით რომ თქვენ შვილებსაც არავის არაფერზე მოგიწოდებთ მაგრამ უბრალოდ რჩევის სახით მიეცით საშუალება აირჩიოთ თვითონ ცადონ სხვადასხვა სახეობები არ არის აუცილებელი ყველა ფეხბურთი ითამაშოს სიამოვნებისთვის კი ბატონო დარწმუნებული ვარ ჯემალ ცერცვაძეც ბევრი ყავს ამპილოგოვის დერუგინის და სხვა კარგი მოთამაშეებიც იქნებ ცურვაში ვარგოს იქნებ თუ არა მილიონი სახეობა იგივე დავშოთ როლა კეთევალოსაბერძე რო ყავდა ხო ოლიმპიური ჩემპიონი და ნინო სალუკვაძე ხო ნუ ახლა ფენომენი ძალის მიერზე აღარაფერს ვამბობ ხო თითქმის ყველაფერში უმაღლესი ამიტომ ნიჭი გვაქვს უბრალოდ სწორი კალაპოტი და სწორი მიმართულება. არა, ნიჭი ეს თუ არ არის. მე არ მოიძებნება, მე მგონი ასეთი მცირე რიცხვოვანი ერი. ამდენი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი რო ყავდა სხვადასხვა სფეროებში, ხო? ფაქტია, უზარმაზარი ქვეყნებია, ერთი და ორი ჩემპიონიც კი არა. კარგი, ჩვენ მოვამზადეთ 3 მატჩი, რა თქმა უნდა, ტრადიციულად გამოვკითხეთ საზოგადოება თუ რას ფიქრობენ მასე. ეს არის იუვენტუსი რომა, მადრიდის რეალი ბეტისი და ტოტენჰემი ლივერპული. 3 ცენტრალური დაპირისპირება ევროპის მასშტაბით. აი ნახოთ რას ფიქრობს მაყურებელი და შემდეგ უკვე ბატონ მიხეილის აზრიც მოვისმენთ. გაგვეცანი? გამარჯობა, მე ვარ მიშო, სილკ სპორტის ფეხბურთის კომენტატორი. გლას სილკ სპორტის კომენტატორი. აი ზუსტად ეგ მინდოდა რა, ვეძებდი შენაირ ადამიანს, მე ვაკაჭი ვარ და რამოდენიმე კითხვა მაქვს ზუსტად შენივე სფეროდან. ტოტენჰემი, ლივერპული როგორ დამთავრდება, ვინ მოიგებს და თუ გინდა ფრე არ ვიცი. თუ გინდა ანგარიშიც გამომიცხადე. ფრე მგონია ანგარიში 1-1, იმიტომ რომ ორივე გუნდი ვერ არის მაინც კარგ ფორმაში. ვერც ტოტენჰემი, ვერც ლივერპული. ლივერპულმა ბოლო პერიოდში მიაყოლა 2 თამაში ზედიზედ მოიგო 1 ლიგაზე და 1 პრემიერ ლიგაში, მაგრამ მაინც გონია რომ ლონდონ სტადიუმზე ვერ მოახერხებს სამი ქულის აღებას, ამიტომ 1-1 არის ჩემი პროგნოზი. ლივერპული მოიგებს 2-0-ია ჩემი პროგნოზი. ლივერპული მოიგებს. ამი ვხედავთ რომ ტოტენჰემი სახლშია, გუნდს ძალიან სერიოზული კრიზისი აქვს, ლივერპული კი ამ კრიზისიდან გამოსვლას იწყებს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ რომ ლივერპული მოიგებს. იუვენტუსი რომაზე რას გვეტყვი? სხვა შორის იგივე პროგნოზი მგონია, იმიტომ რომ ორივე ძლიერი გუნდია, ძლიერი გუნდი რომა ჩემპიონობისთვის იბრძვის და იუვე გაძლიერდა მას შემდეგ რაც მწვრთნელი შეიცვალა. მგონია რომ სპალეტის იმის ძალა იყოფა რომ საკუთარ კედლებში რომას 2 ქულა წაართვას და ეგ თამაშიც ფრედ მგონია, ეგ თამაშიც 1-1. იუვენტუსი რომაში მე ვფიქრობ რომ ფრე მორჩება. მე ვფიქრობ რომ ფრე მორჩება 1-1-ია ჩემი პროგნოზი.
დაცვითი ფეხბურთი წავა აუცილებლად იქ და მგონია რომ გამარჯვებულის გამოვლენა გაჭირდება. რეალი სევილია. რეალი სევილია მგონია რომ მოიგებს, მაგრამ მოიგებს რეალი. ხო მოიგებს. ორბურთიანი სხვაობით მგონია რომ მინიმუმ მოიგებს და პროგნოზი ანგარიშის მოდი იყოს 2-0. 0-ზე მოუგებს ამას. ეგრე მგონია. იქნებ 3-1. 3 ხო ორბურთიანი სხვაობა თქვა თუ ორბურთიანს ამ. პირველი ოპცია იყოს 2-0 მოდი რა და თუ 2-0 არ გამოვიდა ორბურთიანი სხვაობის თემაში მე იყოს 3-1. ბაპე გაიტანს გოლს, მაგაში ვარ დაწყებული. აი ეს უკვე პირდაპირ დავდევით. ვინისიუსიც მგონია რომ თავს გამოიჩენს, უკვე დიდი ხანი გოლი არ გაუტანე, 14 თამაშია დაახლოებით და მგონია რომ ეგ შეხვედრა დამთავრდება. გოგოები ჯუდზე გიждდებიან და ჯუდი რას იზამს? ჯუდი საგოლებას გააკეთებს. ხო, ნუ რაღაც ასისტი ყველა ვარიანტში იქნება. ანუ როგორ მორჩება თამაში? 4-2. 4-2? თორე რეალს აცოში პრობლემები აქვს და მგონია რომ სევილია ორბურთს ჩვენ გააკეთებს. თქვით, მე ვთქვი 2-0, 3-1, 4-2 მგონია, აი ესეთ ხმაურიან განცხადებას. ძალიან დიდი მადლობა, ესეთ დაზუსტებით. მაშასე ბატონო მიშა, ესე იგი ტოტენჰემი ლივერპული. ხო, ნუ ეხლა მოდი ასე ვთქვათ, ეხლა აქ სპორტული მხარე ერთია, ვარსკვლავური მხარე კიდე მეორეა, შეიძლება აბსოლუტურად საწინააღმდეგო ითქვას. ხა, მე უფრო აქედან სპორტულზე ალბათ შენ უფრო ელაპარაკებ და მე უფრო ვარსკვლაურზე, თუმცა ჩემი აზრიც მაქვს ამ კუთხით, მაგრამ მოდი ამშვიდ, რომ ესე იგი ტოტენჰემი ლივერპული. ტოტენჰემი არის ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაავადებული, ლივერპული არის ივნისში, ანუ ტყუპები. ეხლა გაცილებით უკეთეს პერიოდი იღბლიანი აქვს ტყუპებს, ანუ ლივერპულს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ლივერპულს ეხლა თუ კიდე იმას გავითვალისწინებთ, რომ ტოტენჰემს გარკვეული ცოტა კრიზისული მომენტები გაუგრძელდა და ლივერპულსაც გაუგრძელდა, მაგრამ რაღაც ოდნავ გამოდის მე მგონი და თან პერიოდის შედარებით უკეთესი აქვს. მე ვთვლი, რომ ცოტა ლივერპულისკენ ვიხრები ვარსკვლავური კუთხით. მე ხო გეუბნებით, ორიანების მოყვარულია სპორტში, ბატონი მიხეილი. ისევ ვფიქრობს, რომ სტუმარი გუნდი მოიგებს. შეთო თქვა არ წააგებს. ხო. ასე ჯობია. კარგი, შემდეგი მატჩი ეს არის იუვენტუსი რომა, ისეთი დაძაბული მატჩი შეხვედრა უნდა იყოს. რა ვიცი, იუვენტუსი სვეტშორის მორიელია, მინდა გითხრათ. ხო. მაგრამ მორიელს ახლა არ აქვს საუკეთესო პერიოდი და რომა ასევე ტყუპებია. ამიტომ ამ შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ მაინც ვფიქრობ, რომ რომამ შეიძლება მოიგოს. მეც მგონია, რომ შეხვედრა ფრედ უნდა დასრულდეს. შეიძლება ფრედს იყოს, მაგრამ არ გამიკვირდა რომა თუ მოიგებს. კი ბატონო, ესეც მიღებულია და ბოლოს მადრიდის რეალი სევილია გასაგებია, რომ რეალი ფავორიტია, სერიოზული ფავორიტია. თუმცა, აბა ვიცი რა, აიაქს სწორედ, რადგან გამომდინარე ქედა, რომ რეალი თევზების ზოდიაქოს ნიშანი, თევზებს ხო მაინც გადასარევი დრო არ უდგას და უკეთესი იქნებოდა მაგალითად სადღაც 1-10 დღის ორი კვირის მერე გვესაუბრა ამ თამაშზე, იქ რეალი მომძლავრდება, ეხა ჯერ მთლად ვერ არის, ისეთი როგორიც უნდა იყოს, უკვე ვარსკვლავური კუთხით ვამბობ, მაგრამ მე ვთვლი, რომ აიაქ უფრო ფრეა მოსალოდნელი. ხო, რა, ახოთ სევილიას გამოუვა თუ არა რეალისტვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა. შემთხვევაში ახლა რეალმა ისე ითამაშა თაზე ძლივს მოიგო ხო და რომელი კლასის გუნდთან ხო ამიტომ თან ფორმიდანაც ამოვარდნელია შიდა ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს ფეხბურთელებს ყველაფერს გათვალისწინებ მე ვფიქრობ რომ სადღაც 1-2 კვირაში უფრო დაალაგდება ეს გუნდი ხო და აი ეს თასი ახსენა ბატონო მიშა და ახლა მეც ვიტყვი მაშინ ჩემ პირველ პროგნოზს ნიდერლანდებში წავალ არის ესეთი გუნდი Go Ahead Eagles-ი. კი, ძველი გუნდია სვეტშორის. ითამაშა 2 დღის წინ თასზე, როდასთან უმძიმეს შეხვედრა იყო, პენალტების სერიამდე მივიდა და პენალტების სერიით გავიდა შემდეგ ეტაპზე. ეთამაშება გრონინგენს სახლში. თან პლუს ამას კონფერენციის ლიგაზეც ევროპის ლიგაზეც თამაშობს ეს Go Ahead Eagles-ი და გადაღლილია და გრონინგენი რომელსაც არიან რობენი გულშემატკივრებს და ყოველ თამაშზე დადის წელს გამოიყურება ბრწყინვალედ 26 გულით არის მეხუთე ადგილზე აქვს შანსი პირდაპირ ევრო თასებზე მოხვედრის მგონია რომ არ წააგებს ამ Eagles-თან გრონინგენი სტუმრად გადაღლილ Go Ahead Eagles-თან არა მე მგონი გინდა არ გინდა ხო რა მე მგონი პირიქით
შანსი აქვს რომ მოიგოს კიდეც. იმიტომ რომ ცირა დაღლის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. როდეს ვთქვათ რა. ისეთი კლუბებისთვის, ვისაც რესურსი არ აქვს შეცვლების გაკეთების, ძალიან უჭირთ, ხო? ხო, აი გონია რა. ამიტომ X2-ს მივაწვევი ამ შემთხვევაში. ან გრონინგენის მოგება. გრონინგენის მოგება, კი ბატონო, X2. კარგი, ეგ იქნება ჩემი პირველი პროგნოზი. და შემდეგ შევეხები ნიუკასლი ჩელსი გვაქვს. ორი ძალიან კარგი გუნდი. მე ვფიქრობ, რომ ჩელსი თავის პოტენციალით ერთ-ერთი საუკეთესოა პრემიერ ლიგაში, მაგრამ ჯერ ბოლომდე ვერ გამოიყენა. ახალგაზრდა უამრავი პერსპექტიული ფეხბურთელი. მილიარდ იმ დღეს ყარაბაღი ჩელსი იყო მატჩი და მე თვითონ მიმყავდა ეს შეხვედრა. ყარაბაღის ბიუჯეტი იყო 25 მილიონი ამერიკული დოლარი. ჩელსის მილიარდ ნახევარი. როგორია? დასრულდა ფრედ მატჩი. ასე ჩვენ რომელიმე გუნდს კონდეს ყარაბაღის დონის. გასაგებია, მაგრამ 25 მილიონზე ნაკლების თუ გექნება, მაშინ არც უნდა კონდეს პრეტენზია უკვე რაღაცის მიღწევის. ფაქტია, რომ ამ წირი რესურსითაც და თანამედროვე ფეხბურთში 25 მილიონი ერთ ფეხბურთელი ღირს 100 და შესაბამისად მაინც აღწევს რაღაც წარმატებას ყარაბაღი. მაგარი. ნუ პალმერი თუ ითამაშებს, მე ვთვლი რომ უფრო მეტი იქნება შანსი, ჩემთო ჩელსი პალმერი და პალმერის გარეშე ძალიან განსხვავებული. ძალიან მომწონს პალმერის წლევანდელი ფორმა. თან ისა 21 ქულა აქვს, უბრალოდ ამათ არ აქვს 21 ქულა. ცხრილში არიან რადიკალურად განსხვავებულ ადგილებზე. ჩელსი შევიდა 4-ეულში და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა. არის ალბათ აქ უმთავრესი ამბავი, ხა ტიტულისთვის ბრძოლა ალბათ წელს არ გამოვა. ამიტომ აქ 4-ეულში ადგილი უნდა გაიმყაროს. იქ იუნაიტედმაც ცოტა მოუმატა, კარგად თამაშობს კრისტალ პალასს რაღაცა ხო და დაძაბული შეხვედრა მგონია რომ იქნება ძალიან ბევრი ბარათი ამ მატჩში. არა, უნდა იყოს აუცილებლად. თან ნიუკასლი ხა დამარცხებული იყო წინა ტურში და ახლა რაღაცა უნდა რომ გამოასწოროს თავის რეზიუმე. კი ბატონო, მაგრამ იცი რა გააჩნია, მე ვთვლად ვერ ჩამოვწერდი რომ ჩემპიონობა დახოდის და ასე შემდგომ. კაცმა არ იცის. ეხლა Boxing Day-ს როგორ გაივლის კიდევ ნახო და მე მეორე წრე. კაცმა არ იცის რა როგორ. თუ აეწყო ხა გამომდინარე იქიდან მე დაგეთანხმები რაში. ეხლა არის რაღაცა ცოტა დაძაბულობა, იმიტომ რომ ეს გამოთქმები, რომელიც ინტერვიუში მისცა დაუშვათ მთავარმაწვრთნელმა ჩელსის, ამათ და დაძაბა გუნდში სიტუაცია და ხელმძღვანელებთან. აი ეს თუ შეუშლის ხელს, მაშინ კი თორე სპორტაშორის თუ ნახეთ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მოთხოვა აბრამოვიჩს, ხო, ჩელსიდან გაყიდული თანხა გადარიცხოს უკრაინის ფონდში. წინამორბედში ძალიან გააკეთებენ ამას. არ ვიცი როგორ მოხდება ეს, მაგრამ ფაქტია რომ მოითხოვა ამის გაკეთება. კარგი და მესამე შეხვედრა მე ავიღებ ლაციო კრემონეზეს მატჩ სერია A-დან. მგონია რომ ლაციალე სახლში კრემონეზეს, რომელიც ცუდი გუნდი ნამდვილად არ არის, მაგრამ თუ აგროვებს რაღაც ფულებს სახლში, ლაციო საშინაო შეხვედრაში კრემონეზეს დაამარცხებს. ნუ წესი და რიგით, ეხლა იცი რა, ლაციო რაღაცა ეხლა მაგონებს ძველ თბილისის დინამოს, რომელიც იყო ხასიათის გუნდი. ლაციო გააჩნია რა ხასიათზე, მაგათ მწვრთნელს და ლაციოს აქვს ერთნაირი ხასიათი. და ამიტომაც წესით, იდეით, ფეხბურთელებით, თავისი კლასით რასაკვირველია უფრო მაღლა დგას რა თუნდა, მაგრამ ბურთი მრგვალია, ხო? ყველაფერი ხდება. ამიტომ წესით უნდა მოიგოს ლაციო, თუმცა კიდევ თქვენ გააჩნია რა შემართებით გამოიყვანოს თავარი მწვრთნელი, იმიტომ რომ მე როდის ვამბობდი რამდენი წლის წინ, რომ კი კარგია ფიზიკური დატვირთვები, ტაქტიკა მწვრთნელის, მაგრამ პირველ რიგში კარგი ფსიქოლოგი უნდა იყოს, ხო? აი ხა რამდენჯერ გვინახავს თამაში, ფაქტობრივად წაგებულია პირველ ტაიმში და მეორე ტაიმში გამოდის აბსოლუტურად სხვა გუნდი, შემართული, მშიერი და სასწაულ თამაშებს ატრიალებს. ხო, მე არ ვიცი, შენ გახსოვს თუ არა რამდენიმე წლის წინ არსენალი ნიუკასლი პირველი ტაიმი 4-0 დაამთავრა არსენალმა და 4-4 დაამთავრა თამაში. მეორე ტაიმი ეს იყო რაღაც მე არ უჯერებდი ჩემ თვალებს, რომ ეს ის არსენალია, რომელიც პირველ ტაიმში ეს თამაში გაჩერდა. ანუ აბსოლუტურად სხვა. აი მწვრთნელმა რა გააკეთა, ამიტომ ფსიქა და მithumetes ქართველებს ეს პირველ რიგში უჭირდება. აუცილებელი. მორაგბეები იქნებიან, კალათბურთელები თუ არავითარ შემთხვევაში მე ვთვლი რომ აი სპორტული ფსიქოლოგიის გარეშე
არ შეიძლება რა, ამით უმეტეს საქართველოში ჩვენი გუნდების თამაში. და პლუს თქვენი პროფესიის ადამიანიც ერთი უნდა ყავდეს აუცილებლად. ნუ ეს ახლა თუ მაგდენ იმას იცავენ, რატო არა? სხვათა შორის ბევრ ტრავმასაც გადაურჩებიან, მინდა გითხრა და გასილებით სწორი მომზადება იქნება, იმიტომ თავის დროზე მე ხა ვიღაცებს კონსულტაცია მივეცი სპორტსმენებს და ძალიან მოგუპილები იყვნენ. უბრალოდ ხა არ მინდა გვარები, იმიტომ მათაც არ უნდათ. მეც დროს ვერხები, რატო არა? აი რას კარგავ ხო რომ გაითვალისწინო კიდევ ერთი მესმისო ქართველებს რჩევის მიღება დიდად არ გვიყვარს ჩვენ ყველაფერში ყველაზე ჭკვიანები ვართ მაგრამ აი why not არა გეტყვი why not რატო გეტყვი იმიტომ რომ ჩვენთან მაინც სხვა ამბიცია აქვს ადამიანს გესმის რომ მე რა თვითონ ჭკუის სწავლება მე ვიცი ხო ქართული ქართული ვარიანტია რა ამაზე ლაპარაკი ამიტომ ზედმეტი ის არ უნდათ რა თან ახლა ასტროლოგია რომელშიც თვითონ ვერ ერკვევიან რა საჭიროა რა გვინდა რას გვაძლევს ახლა კიდე ეს გვინდა დიეტოლოგს თუ ენდობა სიტუაცია რა ანუ ვიღაც პიროვნებას რომელიც გეუბნება რომ ეს უნდა ჭამო ეს არის უკეთესი ის კი არა რაც შენ მოგწონს და გემრიელი არა ახლა კუჭი უფრო ახლოა მისთვის ვიდრე ვარსკვლავები ჩემგარებ ახლა მალე უფრო გასაგები ამბავია კი ბატონო ხო მე რა ვიცი მე გავითვალისწინებდი ამ მიმართულებას შენ იმიტომ მერწყული ხარ და მერწყულმა მოიტანა ასტროლოგია ამ სამყაროში ეს თქვენი ეზოტერული მეცნიერებაა იმიტომ შენ უფრო დაიჭერა მე გაითვალისწინე მერწყული 5 წლით უსწრებს ზოგად საკაცობრიო აზროვნებას ეგ არის მითი არა, ამიტომ შენ რასაც ამბობ დღეს, ეს საზოგადოება მივა ამ დასკვნამდე 5 წლის მერე. არაერთხელ მე ამის წინაშე დავდექი, მიხდი? აი ბოლოს მინეთ. აი რეალურად ესეა. იცი რა, ამიტომ რა უნდა ვქნა, იცი შენ ახლა პრინციპ შენ რა გაქვს? კარგი ის გაქვს, რომ გასაგებენაზე უბნები. თორე ზოგჯერ მერწყული ისე ამბობს, ამერანი გულში მღეროდას ვარიანტია. მან კი იცის, მაგრამ სხვაებმა არ იციან ის რა აქ ის კლიანობაში ხედვა, ხო? ხო და ნუ ახლა აი რას თქვი აბსოლუტურად სწორია ხო რამდენი შეიძლება ნიჭი ტალანტი იკარგება ფუჭა და ამ დროს სხვა სფეროში იქნება და გენიოსი ხო აუცილებლად გასათვალისწინებელია მე გული მწყდება უბრალოდ და მაგიტომ მესმის მინდა რომ გაითვალისწინოთ ეს ამბავი მოკლედ აი ესეთი საინტერესო საუბარი გამოგვივიდა კიდევ რა თქმა უნდა უამრავი თემა არის უბრალოდ ფორმატი და დრო არ გვაძლევს საშუალებას რომ ყველაფერზე ხო თორე მე ხა კურო და მერწყული ერთად რო ჩაერთვებიან ჩვენ შეგვიძლია დილამდე ვისაუბროთ კი არ არის პრობლემა იმდენი თემა იმდენი და მართლა ისე მაინტერესებს თქვენი აზრი რაღაც ამბებზე რომ კარგით ამას სხვა გადაცემაში კიდე ნელ-ნელა გაკვირჩევა ხო დრო გვაქვს და ზადვართ არის მადლობა ყურადღებისთვის კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ გამოიწეროთ არხი დააკომენტარეთ იკითხეთ თქვენს რა გაინტერესებთ ჩვენ შევეცდებით შეძლების დაგვარებ გაგცეთ პასუხი მადლობა და დროებით